ააგეთ y ტოლია 5 ხარისხად x-ის გრაფიკი. მოდი ავაგოთ. ესე იგი, გავაკეთოთ ჯერ ცხრილი. აქ ჩამოვწეროთ x-ის მნიშვნელობები, აქეთ y-ის. ახლა ნახოთ. მოდი ვთქვათ x იცვლებოდეს -2-დან 2-მდე. ანუ x იყოს -2, -1, 0, შემდეგ აფერი ავიღო 1 და ბოლოს 2. აი ესე. ახლა ნახოთ, როცა x არის -2, y გამოდის 5 ხარისხად -2. 5 ხარისხად -2 იგივეა რაც 1 შეფარდებული 5-ის კვადრატთან, რაც იგივე რაც 1 გაყოფილი 25-ზე. კი ბატონო. შემდეგ, ახლა -1. როცა x-ია -1, y არის 5 ხარისხად -1, რაც არის 1 გაყოფილი 5 ხარისხად 1-ზე, რაც არის 1/5. ესე იგი, ესეც გვაქვს. შემდეგ, როცა x-ია 0, y უბრალოდ გამოდის 5 ხარისხად 0, რაც უდრის 1-ს. უდრის 1-ს. შემდეგ 5 ხარისხად 1 იქნება y, როცა x 1-ია, რაც პირდაპირ უდრის 5-ს და ბოლოს 5 ხარისხად 2. 5 ხარისხად 2 გვექნება, როცა x 2-ია და ეს უდრის 25-ს. კარგი, და ახლა მოდი ვცადოთ ამისი გრაფიკის აგება. ესე იგი, ესე იყოს ჩვენ y ღერძი, აქ იყოს x ღერძი. ესე და ცოტა რთული იქნება აი ამ წერტილების დასმა, მაგრამ არა უშავს. მოდი დანაყოფებს გავაკეთებ ჯერ, ეს იყოს 0, აქ იყოს 1. მოდი ცოტა შორს ვიზამ. აქ იყოს 1, აქ იყოს 2, აქეთ -1, ესეც -2. და y-ებს ცოტა სხვანაირად გავაკეთებ, y-ების დანაყოფები ცოტა ისეთი იყოს 5, 10, 15, 20. აი არც მეყო ესე ჯობია. აი აქ იყოს 25. ზედმეტებს მოვაშლი ეს. კარგი ბატონო. ახლა მოდი დავიწყოთ. ესე იგი, როცა ვიცით რომ x არის -2, როცა x -2-ია, y არის 1.25. ახლა ეს თუ არის 5, ეს იქნება 1.25 საერთოდ აი ვერც უნდა ვხედავდეთ, რაღაც აი აქ უნდა იყოს. როცა x -1-ია, y არის მინუს, და უბრალოდ 1/5. ესე იგი, ისევ მეტნაკლებად არ უნდა ჩანდეს, ოდნავ მეტი უნდა იყოს აი ამაზე. როცა x არის 0, y არის 1. ეს უკვე ცალსახად გამოჩნდება, აი აქ იქნება დაახლოებით. შემდეგ როცა x არის 1, y-ია 5, აი ასე. და როცა x არის 2, y-ია 25. ანუ ძალიან დიდი, ძალიან სწრაფად იზრდება. ესე იგი 5 ხარისხად x საოცრად სწრაფად იზრდება, რომ ააგებ გრაფიკს. და მოდი ახლა მართლაც ესე ვქნათ ჩვენ. შევაერთოთ ეს წერტილები. აი ასე. და აი ჩანს აშკარად რამდენად სწრაფად ზრდადი ფუნქცია არის მაჩვენებლიანი ფუნქცია. ოდნავ გამოცდები თუ არა 0-ს, ეგრევე საოცარი სისწრაფით იზრდება. ეხლა ეს რომ კიდევ უფრო დავაშოროთ და მეტი მნიშვნელობა ჩავსვათ, ძალიან სწრაფად წავა ზემოთ. მოკლედ ეს არის y ტოლია 5 ხარისხად x-ის გრაფიკი. უბრალოდ უნდა რაღაც წერტილები აგვეღო და შემდეგ შეგვერთებინა ეს წერტილები ხაზით.